გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილი სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეკი, ამ პოდკასტის ავტორი და დღეს უნდა ვისაუბრო 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, თითქმის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლები დაუბრუნდებიან 11 წლიან სწავლებას და მაინც ამ ვითარებაში მშობლების გარკვეული ნაწილი განიხილავს აქტიურად, სხვადასხვა ხომ არ შეიყვანოს ბავშვი 5 წლის ასაკში სკოლაში? გონია, რომ მათ ბევრი რამ უბრალოდ არ იციან. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თავი მოვუყარო მოკლედ ყველა იმ ინფორმაციას, რაც მშობელმა უნდა იცოდეს შვილის სასკოლო მზაობის შესახებ და გაგიზიაროთ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის, მაგრამ განათლების სამინისტრომ 2012 წელს ჩაატარა კვლევა და შეისწავლეს საქართველოს სკოლებში 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემები. ძალიან ავტორიტეტული ფსიქოლოგები და საქვეყნოდ ცნობილი პედიატრები მონაწილეობდნენ ამ კვლევაში და ამ ადამიანებმა დაწერეს, რომ ზიანის მომტანია ბავშვებისთვის 5 წლის ასაკში სკოლაში სიარული. კერძოდ თქვეს, რომ ბავშვებს აქვთ სწავლის სირთულეები, ანუ აკადემიური სირთულეები, პრობლემები და ამის გარდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემებიც არის სახეზე. მოკლედ ამ ადამიანებმა დასკვნაში დაწერეს, რომ 5 წლის ასაკის ბავშვების მიღებისთვის სკოლა არის მოუმზადებელი და საჭიროა ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო და მოვამზადოთ ის სპეციალისტები, ვინც 5 წლის ასაკის ბავშვებს ისე მიუდგებიან, როგორც ეს მათ სჭირდებათ. სულ რამდენიმე წელიწადი გადის და განათლების სამინისტრო იღებს კვლევის შედეგების საპირისპირო გადაწყვეტილებას. ხსნის კარს, სკოლის კარს 5 წლიანი მოსწავლეებისთვის იმ მოტივით, რომ მშობლებს უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. რაც შეეხება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც სპეციალისტებმა გასცეს, არც ერთი რეკომენდაცია 13 წელი გადის და ჯერჯერობით არ შესრულებულა. და რადგან ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მე გირჩევთ, რომ მშობლებმა ჩვენ თვითონ მოვიძიოთ ინფორმაცია, სანდო ინფორმაცია და გადაწყვეტილება ბავშვის სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით მივიღოთ არა ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების, რაღაც ზერელე დაკვირვებით ჩვენ შვილზე, არამედ არგუმენტირებულად და ყველა იმ საჭირო ცნობის გათვალისწინებით, რაც არის მნიშვნელოვანი ბავშვის სასკოლო მზაობის შესაფასებლად. და ახლა ზუსტად ამაზე მინდა რომ გესაუბროთ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მშობელი თვლის, რომ თუ ბავშვმა ლექსები იცის ზეპირად ან ინგლისურად საუბარი შეუძლია, ყოველ შემთხვევაში სიტყვები ან წინადადებები იცის და შეუძლია თარგმნა, ვთქვათ, ინგლისურად, ან იცის ანგარიში, რაღაც 10-ის ფარგლებში თუ 20-ის ფარგლებში, ან გნებავთ 100-ის ფარგლებში, მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვი მზად არის სკოლისთვის და ამიტომ შეყავთ ხო სკოლაში. მეორე ვარიანტიც არის, როცა ბავშვი მართლაც ძალიან განვითარებულია და ბაღში უკვე ვეღარაფერს ისწავლის, მშობელი თვლის, რომ ტყუილად არის დაკარგული დრო ბაღში, ამიტომ უმჯობესია, რომ სხვა გამოსავალი აქაც არ აქვს, ხო, სკოლაში უნდა წაიყვანოს. სინამდვილეში მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი ლექსი იცის მისმა შვილმა, არამედ როგორ შეუძლია ბავშვს მაგალითად ურთიერთობებში ჩაბმა. შეუძლია თუ არა დათმობა, როგორი კომუნიკაციის უნარი აქვს, როგორ შეუძლია ურთიერთობის დამყარება ზრდასრულებთან ან თანატოლებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია ემოციების გამოხატვა, საკუთარი ემოციების და სხვის ემოციებს აღიქვამს თუ არა ბავშვი. როგორ მეტყველებს ბავშვი, როგორი ლექსიკური მარაგი აქვს. როგორ შეუძლია, ვთქვათ, გამოჭრა, გაფერადება, კონტურების მიყოლა, ხატვა. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შეუძლია თუ არა ბავშვს, ვთქვათ, პირადი ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად ყვება, ტუალეტის ჩვევა თუ აქვს მას განვითარებული. აუცილებელია, რომ ბავშვს ამ პერიოდში, როდესაც თქვენ მას უკვე სკოლაში მიიყვანთ, უნდა შეეძლოს საკუთარი ქცევის კონტროლი. უნდა დააკვირდეთ იმაზე, როგორ რეაგირებს, როდესაც ეუბნებით უარს რაიმეზე. ან რა ხდება და როგორ იქცევა, როდესაც საკუთარი სურვილის გადავადება უწევს. და რაც ყველაზე მთავარია, შეუძლია თუ არა ბავშვს ერთ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. მაგალითად, როდესაც რაიმეს ეთამაშებით, ხშირად ითხოვს თამაშის ცვლილებას, თუ მიყავს ბოლომდე, ვთქვათ, დაწყებული აქტივობა. როდესაც დავალებას აძლევთ, შეუძლია თუ არა, რომ შეყომდეს და სანამ ბოლომდე არ დაასრულებს, მანამდე
ვთქვათ, არ მოიბეზროს და სხვა აქტივობაზე არ გადავიდეს. აი ამ უნარებზე დაკვირვება ბევრად უფრო მეტის მომცემია მშობლისთვის, რომ მიხვდეს ბავშვი მზად არის თუ არა სკოლისთვის, ვიდრე ის რამდენი სიტყვა ან რამდენი წინადადება იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის 5 წლის ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარება, რომელიც თითქმის ყველა ასპექტით 6 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას ჩამორჩება. მაგალითად, 5 წლის ბავშვს 35 წუთის განმავლობაში მერხთან გაჭიმული ჯდომა არ შეუძლია მისი ხერხემლის განვითარების დონიდან გამომდინარე. ასევე ძალიან უჭირთ ბავშვებს ხელში კალმის ჭერა, ასოების გამოყვანა, უჯრებში ჩასმა. რატომ? იმიტომ რომ მისი თითები 5 წლის ასაკში ბავშვის თითები არ არის ისეთივე განვითარებული, როგორც 6 წლის ასაკში. 5 წლის ასაკის ბავშვს უჭირს კონცენტრაცია. 15 წუთზე მეტი ის ვერ აჩერებს ერთსა და იმავე თემაზე ყურადღებას. ამიტომ გაკვეთილზე შეიძლება იჯდეს ბავშვი, მაგრამ მას გაურბის ფიქრი და ვეღარ ეწევა პედაგოგს და პედაგოგები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ვერ მომყვება. იმიტომ ვერ მიყვება, რომ რეალურად ეს მის ძალებს აღემატება. 5 წლის ასაკში ბავშვს გამძაფრებული აქვს ჯერ კიდევ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი, ამიტომ ისინი ხშირად იწყებენ გაკვეთილზე ჭამას ან აქვთ თქვათ ძილის სურვილი და იძინებენ, რასაც რაღაც მასწავლებლის მხრიდან უმეტესად მოყვება ხოლმე ძალიან მძიმე რეაქციები, მშობლის დაბარება, გაუთავებელი შენიშვნები და აი ეს ყველაფერი როგორც წესი ბავშვებზე მოქმედებს ძალიან ცუდად. ანუ თუ კი ეს საკითხები გამოვლინდა და მასწავლებელმა და მშობელმა დროულად და სწორად რაც მთავარია რეაგირება არ მოახდინეს, ბავშვი შეიჯავრებს სწავლას, დაანებებს სწავლას თავს, შეიძულებს და როგორი მაღალი მოტივაციითაც გინდა იყოს ის სკოლაში მისული, მისთვის სკოლა სასურველი ადგილი ნამდვილად ვერ გახდება პირიქით, უფრო რაღაცა შეიძულებს, ხო, იქაურობას, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მშობელს არ უნდა. ეს ფსიქოლოგების კუთხით, ფსიქოლოგები გვეუბნებიან ამას და პედიატრები ამბობენ, რომ იმუნურ სისტემასაც კი აზიანებს ეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას ბავშვებს. ამიტომ თუ ამ ყველაფრის მერე თქვენ მაინც თვლით, რომ ბავშვი, თქვენი შვილი მზად არის სკოლისთვის, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიმართოთ ნეიროფსიქოლოგს, გააკეთოთ სასკოლო მზაობის შეფასება ინდივიდუალურად თქვენი შვილისთვის და მისი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედოთ. ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ბავშვი სასკოლო სისტემაში, მით უფრო მეტია შანსი, რომ პროფესიას აირჩევს გააზრებულად, მიაღწევს წარმატებას, გააგრძელებს სწავლას, ასე რომ არც ისეთი საჩქარო არ არის, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლა დაამთავრონ, ვიდრე ეს რატომღაც მშობლებს წარმოგვიდგენია და რატო გვეჩქარება ხოლმე, არ ვიცი, მაგრამ ხშირად ესეც ხდება. ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმენდით. მე შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ მიიღოთ ყველაზე სანდო და დაბალანსებული ინფორმაცია მშობლებისთვის სკოლასთან ურთიერთობის შესახებ, შვილის განათლების შესახებ და დაელოდოთ მომდევნო ეპიზოდებს. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა მადლობა გადავუხადო production studio Full Frames იმისთვის, რომ რეგულარულად და მუდმივად ზრუნავს ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე და ვიზუალურ მხარეზე. ასევე მადლობა ჩემი გადაცემის წარმომადგენლს My Comfort Homes, ეს არის ჩვენი მოწყობილობების ვებპორტალი, თქვენ უკვე იცით, და Lino Homes, რომელიც არის online სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ აბრეშუმის პროდუქცია და სახლისთვის საჭირო სხვა ნივთები. შეგხვდებით მომავალ 4 შაბათს. მადლობა.